სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტი 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში პროექტის პრეზენტაცია შედგა. 2014 წლის თებერვლიდან სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის სასწავლო კურსები და შეჯიბრებები დაიგეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. საშუალება იქნებათ წვრთნები პარაკალათბურთში, ჭადრაკში, შაში, ბადმინტონში, ჯომარდობასა და მეკლდეურობაში გაიარონ. სასურველ სპორტის სახეობებში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირები აღარ იჯდნენ სახლში და გამოვიდნენ სახლიდან და მიიღონ აქტიური მონაწილეობა სპორტულ აქტივობებში და ჩვენ რა თქმა უნდა ყველანაირად უნდა დავეხმაროთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ეს ადამიანებმა თავისი შესაძლებლობები, თავისი ნიჭი და უნარი გამოავლინონ. 2014 წელს დაგეგმილი სპორტული აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში. ყავდა მოწვეული სხვადასხვა სპორტული ფედერაციები, რომლებიც ასევე მხარს გვიჭერენ სხვადასხვა ღონისძიებებში. დავრეგისტრირდი და კარგია ასეთი ტურნირი რომ ტარდება და მივიღებ მონაწილეობას, უფრო მეტად მექნება ურთიერთობა ხალხთან და არ ვიქნები ჩემს ნაჭუჭში ჩაკეტილი ასე რომ